კაცი, რომელმაც გრიზლის დათვებთან ერთად ცხოვრება და მათთან მეგობრობა გადაწყვიტა. სპოილერი, ეს ისტორია კარგად არ დასრულებულა. ტიმოთი თრედველი 13 წლის განმავლობაში ცხოვრობდა ალასკაში. ველურ გრიზლებთან ისე ახლოს თითქოს ოჯახის წევრები იყვნენ. მათ სახელებს არქმევდა, ელაპარაკებოდა და ამტკიცებდა, რომ მათ ესმით ჩემი. იყო ნიშნები, დათვები უღრენდნენ, დაედევნენ კიდეც, რაც კამერაზეც არის აღბეჭდილი. რეინჯერები არაერთხელ აფრთხილებდნენ, ზღვარი არ გადაეკვეთა, მაგრამ ყველაზე საშიშ დროს, სეზონის ბოლოს, როცა დათვები განსაკუთრებით აგრესიულები არიან, ის მაინც დარჩა მათ გვერდით თავის შეყვარებულთან ერთად. 2003 წელს ყველაფერი დასრულდა, ჩართული კამერის წინ, რომელმაც დახურული ლინზის მიუხედავად აუდიო მაინც ჩაიწერა. ვისაც მოსმენა მოუწია, ამბობენ, რომ ამაზე საშინელს ვერაფერს გაიგონებთ. ეს ისტორია გადაიქცა დოკუმენტურ ფილმად Grizzly Man. ველური ბუნება არ არის სპორტი, ის უბრალოდ თავისი სასტიკი წესებით ცხოვრობს.